მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მე შევამჩნიე, რომ თქვენ უყურებთ რაღაც ძველი გაშლებს უკვე ახალი გაცნობაზე. და გადავწყვიტე, რომ ასეთი მოკლე გაშლა გაგიკეთო თქვენ, ვინც ახლა გაიცნო ვიღაცა ახალი ადამიანი შეიძლება. ვნახოთ ახლა ჩვენ საერთოდ ადამიანი როგორ აჩვენებს თავს, როგორ თქვენს მიმართ არის განწყობილი და ვნახოთ ახლა საერთოდ მაგას რა გეგმები აქვს თქვენს ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, ჯერ მე მინდა თქვენი სიგნიფიკაცია გავაკეთო, თქვენ რამდენად ხართ მზად ახალი ურთიერთობისთვის და რამდენად გინდა თქვენ ახალი ურთიერთობა. ვნახოთ აბა თქვენი რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ და მე უკვე ვკითხავთ რამ მდგომარეობ. ნუ პრინციპში თქვენ კი ხართ, გინდა თქვენ ნამდვილად ხართ უკვე მზად იმისთვის, რომ დაიწყოთ თქვა გაცნობა, მაგრამ თქვენ აქ როგორი საერთოდ გეგმა გაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ მე თუ გავიცნობ, ეხლა მე უკვე ნამდვილად გავიცნობ ისეთ ადამიანს, რომელიც იქნება უკვე ზრდასრული, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელსაც უკვე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელსაც მინდა ეგეთი კომუნიკაცია, რატომაც არ მინდა, მაგრამ ისეთი ადამიანი იყოს, რომ ნამდვილად უკვე აი ვიღაცა თქვათ პაჟები, რო ვთქვათ, ადამიანები, რომელიც არ იციან არ ცხოვრება, არც ურთიერთობა, არც არაფერი, ეგეთი არ მინდა. უკვე მინდა სერიოზული ადამიანი, ჭკვიანი ადამიანი, ნასწავლი ადამიანი და ცხოვრების თქვათ გამოცდილებაც გქონდეს და შეიძლება ბიზნესი გქონდეს თავისი, მაგრამ ენერგია, თუნდაც ახლა თუ ასაკში იქნება, მინდა რომ გქონდეს ამას, ახალგაზრდული ენერგიებიც რა, არ იყოს თქვათ ახლა თქვათ სპორტული შეიძლება იყოს დაუშვათ, კარგად გამოიყურებოდეს, ჯამრთელი და ასე შემდეგ. პრინციპში არ არის ცუდი ნამდვილად აქ ენერგიებში არ ახარ, თქვენ მზად ხართ. იგივე შემიძლია გითხრათ, ბიჭებო, თუ თქვენ ახლა უყურებთ, თქვენც ხართ ისეთ ენერგიაში, რომ ნამდვილად თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ ურთიერთობა დაიწყოთ, შეგიძლიათ თქვათ ახლა ქალს მისცეთ ის, რაც მას სურს. აქ არ არის პატარა ბიჭის პოზიცია და ან დაუშვათ გოგოც არ ფიქრობს, თქვათ პატარა გოგუშკასავით, რომ ოღონდ თქვათ არა, სერიოზული ადამიანი, საქმიანი ადამიანი, კარგად გამოიყურებოდა და ასე შემდეგ. ნორმალური სიტუაცია, ჩვენ ახლა ვკითხოთ, აქაც ახლა ნამდვილად უკვე შეიძლება ვიღაცას მიმოწერაც აქვს და მაგრამ მაინც ნერვიულობთ, რომ მეშინია, რომ ისე შეცდომა არ დაუშვა, როგორიც გავაკეთე. სწორი არჩევანი მინდა გავაკეთო, რომ ისე არ მოხვდე ისეთ სიტუაციაში, რომელშიც შეიძლება იყავით უკვე თქვენ ადრე დაუშვათ, ხო? და ამიტომ ახლა უფიქრდებით და გაინტერესებთ, რომ ნამდვილად ეს ადამიანი აჩვენებს თავს ისე, როგორიც არის თუ არა. აი ვკითხოთ ახლა ჩვენ, ამიტომ გვაქვს ჩვენ რამდენიმე პოზიციას გავაკეთებთ ახლა და ვკითხავთ. რამდენი პოზიციას რას მოგკითხვას რა დავუსმევ და აქაც კარგად რო ჩანდეს თქვენთვის ეს იყოს ის სიგნიფიკაცია. აბა ვკითხოთ ახლა, როგორ აჩვენებს თავს ეს ადამიანი ახლა. даже так რაი. და ვნახოთ ახლა სინამდვილეში როგორია ეს ადამიანი, ასე გავაკეთოთ ჩვენ. так, აი ასე უფრო ხო ალბათ იქნება. და ვკითხოთ ახლა თქვენს მიმართ როგორ არის განწყობილი ეს ადამიანი. ვკითხოთ თქვენს მიმართ როგორ განწყობილი და რა გეგმები აქვს ამ ადამიანს აი უახლოს მომავალში დაუშვათ, რას მოიმოქმედებს. აქ პენტაკლების დედოფალი, კი ბატონო, კი. აქ ეგრევე გვაჩვენებენ, რომ გოგოც არის თვითონ ნახეთ როგორ გამოვიდა უკვე იმ პოზიცია, მოლოდინის და რაღაც პოზიციიდან, კი, მზად ხართ. ისე დასტამაჩვენებს, რომ აქ გოგო მზად არის. ასეთ დროს გამომეწონა ეს დასტა რაღაც საინტერესო. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. აქ ვნახოთ აი ესე დავდოთ ლამაზად, რომ იყოს კარგი შეხვედრა, ხო? ვნახოთ ახლა, თვითონ სინამდვილეში რას აჩვენებს, როგორ აჩვენებს თავს. აჩვენებს რა, ახლა აქ შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში აჩვენებს, რომ სურვილი აქვს, მაგრამ შეიძლება აქ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი, ნახეთ, აქ ან მანძილი არის, ან შეიძლება ადამიანი, ნახეთ, საჯარო გაშლა, ან უცხოეთში არის, ან უცხოელია ეს ადამიანი.
და პრინციპში გაჩვენებს თავს, რომ მე მზად ვარ ვიმოქმედო, მე მზად ვარ თქვათ, ახლა მიმოწერა გქონდეს თქვათ, ნუ რაღაცას კიდევაც ქმედებაზე შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი. ერთი დაბრკოლება შეიძლება გქონდეს, ხო გეუბნეთ, ან მანძილი გაქვთ, ან ახალი გაცნობილი ყავთ ეს ადამიანი იმაში, რა ქვია, ინტერნეტში, ინტერნეტ სივრცეში, ან საზღვარგარეთ, ეგეთი რაღაც პოზიცია არის, მაგრამ აჩვენებს თავს, როგორ იცით, რომ მზად ვარ ვიმოქმედო, ნამდვილად მინდა ეს ქმედება. სინამდვილეში ვნახოთ როგორი ადამიანი არის და თან ახლა ნახეთ კიდე. შეიძლება გაჩვენებს, ნახეთ, თქვენ შეიძლება თვითონ აი გელაპარაკებათ. ეხლა მაგას ნახეთ, ქმედებებიც აქვს, იმიტომ რომ მიმოწერა აქ მიმდინარეობს, შემიძლია გითხრათ, რომ ანუ აქტიური პოზიცია უჭირავს ეხლა ადამიანს და შეიძლება ახლა ბევრი რაღაცა შეგპირდეთ კიდევაც, რომ აი უფრო გლობალურად რაღაცას გეუბნებათ, ну, რა ვიცი, ესეთი მომენტები და ეხლა სინამდვილეში რას წარმოადგენს? ну, პრინციპში ნახეთ, ახლა ადამიანი სინამდვილეშიც ახლა ეძებს რაღაც სიყვარულს, უნდა სიყვარული, შეიძლება აქ რაღაც ისეთ როგორ არის, რაღაც შეიძლება ეტაპი ამ ადამიანის ცხოვრებაში დასრულდა და ეხლა ახალ ეტაპზე არის და ნამდვილად ეძებს ალბათ სინამდვილეშიც ახალ სიყვარულს ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ თუ გეუბნებათ მაგას, თქვათ, რომ დასრულებული მაგ ურთიერთობა, თქვათ, დაუშვით, მქონდა მაგა დასრულებული და ეხლა ნამდვილად მე ვეძებ ადამიანს, ვისაც მინდა, თქვათ, ურთიერთობა, სიყვარული და ასე შემდეგ. პრინციპში არ იტყუება, რომ თქვათ რა, არა, ნამდვილად არ იტყუება, იმიტომ რომ ეხლა ნუ კი, ელოდებოდა ეს ადამიანი ნამდვილად სიყვარულს რა. იმიტომ რომ აი აქ წყურია, ასე ვთქვათ, ადამიანის სიყვარული, მინდა სიყვარული და ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ მართლა შეძლებული იყოს, ну, იმ მხრიდან, რომ ვთქვათ, აქ მაგას იმისთვის თანხები და ვთქვათ, შესაძლებლობები ისთვის არის საჭირო, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო არის, რომ აქ მართლა ისეთი ადამიანია, რომელმაც მიხვდა, რომ მარტო ფული არ არის, არის კიდე აუცილებელი არის, აი სულიერადაც ადამიანი მინდა რომ მომწონდეს, აი ეს მინდა, არა მხოლოდ თქვათ, თუ რომ ფინანსები კარგად, ის აქვს ადამიანს, ну შეიძლება სამსახური კარგი გქონდეს სიტყვაზე და ხა ზოგისთვის შეიძლება მართლა მილიონერი ვიღაცა შეხვდეთ, მაგრამ ну ზოგის მილიონერი აქ არ არის იმდენად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც აქვს ფული, თქვათ, იმისთვის, ანუ მატერიალური მხარე, მოდით ასე ვთქვათ, რომ მართლა ნორმალური აქვს. უბრალოდ ამას ახლა უნდა რაღაც აი სულიერი თქვათ აი სულსაც რო უხაროდეს, არა მხოლოდ თქვათ ფინანსურად რა. და თქვენი ფინანსებიც თუ გაინტერესებს, არ აინტერესებს მაგას, იმიტომ რომ აქ პრინციპში მაგას სიტუაცია არ აქვს ცუდად, გაიგეთ რო თქვა, რომ არა. ეხლა თქვენს მიმართ როგორი განწყობა აქვს მაგას. ну, აინტერესებს თქვენზე რა თქმა უნდა ყველაფერი, აინტერესებს, ну, აქ უეჭველი მანძილი იქნება და აინტერესებს, გეკითხებათ, აქ საუბარი, აქ უნდა იყოს აქტიურად საერთოდ ეხლა მიმოწერები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ამ წუთში ამას აქვს ძალიან დიდი ინტერესი თქვენს მიმართ და შეიძლება ну, აი რო გითხრათ, რომ არ უნდოდეს თქვათ, ახლა თქვენთან სამომავლოდ ურთიერთობა, მაგას ვერ ვეტყვე. იმიტომ რომ აქ ნამდვილად აინტერესებს, შეიძლება დაჟე იყო ვინმე თქვათ, ან პატიჟობს, რო თქვათ, უნდა ან თქვენი დაპატიჟება უნდა, ან თუ არის წასული, შეიძლება თვითონ ჩამოსვლაც უნდა თქვენთან, იმიტომ რომ აბა როგორ მოდით აბა ვკითხოთ ახლა ჩვენ ну, აქ როგორ, ну, აი, გითხოთ აბა, როგორ არის განწყობილი თქვენს მიმართ ვკითხოთ, აი, თუ რამე გრძნობა გაუჩნდა, მოდით ვკითხოთ ასე მაინც. კი, მოსწონ ხართ, აი ძალიან მოსწონ ხართ, მოდით ასე ვთქვათ, მოწონება არის და ბევრი გოგოების შორის, მე ვერ გეტყვით, რომ ეს ადამიანი ახლა მარტო თქვენ მოგწერათ, არა, მაგრამ გოგოები, ბევრი გოგოების შორის, მან აგირჩიათ თქვენ, იმიტომ რომ ძალიან მხიარული ხართ, მეგობრული ხართ და ნამდვილად ახლა თქვენთან სიამოვნებს ახლა ამას საუბარი და შეიძლება გეუბნებით, რომ სინამდვილეში დაჟე სრულიად მოულოდნელად დაჟე ფიქრობს თვითონ, აი რაღაცა ესეთი რომანტიული ტიპი მეჩვენება რა, რომელიც ფიქრობს, რომ აი ჩემი სიყვარული მოვიდა, როგორც იქნა, გაიგეთ, აი ეგეთი რამე შემიძლია ვთქვა რა, იმიტომ რომ მაგრამ აქ როგორი სიტუაცია იცით, რომ ამას აი როგორც სიყვარული, ნახეთ,
დიდი ხანია ეთყობა არ უყვარდა არავინ ისე სიყვარულით, იმიტომ რომ შეიძლება ეს დაუშვათ მართლა იყო დაკავებული რაღაცა საქმეებით, ან რაღაც პერიოდი ძალიან დასრულდა და ახალ ცხოვრებას იწყებს ეს ადამიანი, მიხვდით? და ამიტომ კი ბატონო, შეიძლება დაუშვათ ამას გქონდა მიმოწერები და რამე, მაგრამ აი თქვენ აგირჩიათ მაგან ყველას შორის და როგორი გეგმები აქვს ამას აი ხო გეგმებიც ნახეთ როგორი უნდა ურთიერთობის განვითარება თუ წასული ან ჩამოსვლა უნდა ან შეიძლება თქვენ შემოგთავაზებს და გეტყვის რომ მოდი შენ ჩამოდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან კარგი გეგმები აქვს აქ სერიოზული პიროვნება ანუ აქ როგორი თემა მოხდა იცით რომ თქვენ კი შეგეშინდეთ იმიტომ რომ შეიძლება ბევრი დანაპირებები და ბევრი ლაპარაკი აქ და შეიძლება ადამიანი რაღაცა გეგმებზე გელაპარაკება თქვენ, გაიგეთ? აი ეს მინდა, ასე ვფიქრობ, ისე ვფიქრობ და თქვენც ახლა პრინციპში კი დიდი თევზი დავიჭირე, გაიგეთ? აი ესეთი რამე რა, ანუ ნამდვილად თქვენ და აი ეს როგორი სიტუაცია, ისეთ როცა მე რაც მინდოდა ის რომ მოხდა, გაიგეთ? და მე ამ დროს უკვე შენ ვარდები შიში, მე ხო არ მეჩვენება სწორ არჩევანს ვაკეთებ, კიდე ხო ილუზიებში ხომ არა ვარ. სამომავლოდ ვიქნებით ერთად რა იქნება, გაიგეთ? აი ეს მომენტები აქ თქვენ გაწუხებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი პასუხი ეგ არის, რომ ადამიანს ნამდვილად აქვს სურვილი, რომ თქვენ იყოთ ერთად. რას მოგიტან თქვენ ეს სიტუაცია, ეს ურთიერთობა, მოდით ვნახოთ. კარგი დამოკიდებულება, სხვათა შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება და ზოგი ვაფშე გათხოვდება და თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, მართლა შეიძლება ეს თქვენი მეუღლეც გახდეს და ორსულადაც იქნებით. ყოველ შემთხვევაში ბედნიერება მოდის, აქედან მოდის, იმიტომ რომ გეუბნებით, ისეთი მოდის, იცით რა არის, თქვენს კარგი განწყობა გაქვთ და სწორი მიდგომა გაქვთ, გაიგეთ? ანუ რაც თქვენ გინდათ, ბიჭებო, თქვენ აქ უეჭველე შეიძლება ეს გოგო თქვენი ცოლი გახდეს. ანუ იმიტომ რომ ბევრი არჩევანიდან ახლა ეს მოგეწონათ თქვენ, ანუ ეს ის ქალი, ვისთანაც მე მინდა რომ მომავალი ავაშენო ჩემი. მიხვდით? და ამიტომ სამომავლოდაც გეუბნებით ეს შეხვედრაც იქნება რა თქმა უნდა და ძალიან კარგი და ამ ადამიანს შეუძლიათ კიდევაც დახმარება თუ თქვა დაუშვათ თქვენ შვილები ან უკვე ყავთ დაუშვათ იმათი მიღება და თუ აქტუალურია თქვენთვის ორსულობაც კი ბატონო და ან სუმცირი ახლა ცოლობა კი, იმიტომ რომ კიდევ და კიდევ გეუბნებით, თქვენ თვითონ კარგი სწორი მიდგომა გაქვთ, თქვენ იცით ვინ გინდათ, როგორი გინდათ ადამიანი და სამყაროც თქვენ მოგცათ ის ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. გაიგეთ, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ და ამ ადამიანს უკვე იმედიც შეიძლება არ ქონდა იმისი, რომ თქვა მე ჩემს სიყვარულს შეხვდები, შეიძლება ვაფშე გადართული იყო ეს ადამიანი ნამდვილად რა ქვია, საქმეზე იყო, თქვა, მუშაობდა დაუშვათ ბევრს და უკვე არ ქონდა დრო, თქვა, სიყვარულისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა თქვენ რო დაგინახათ, ეხლა შეიძლება გასართობად შედიოდა იქ, რა ვიცი, იმ საიტებზე თუ სად გაიცანით თქვენ, ხო? აქ даже გზაშიც შეიძლება გაიცნო, ვიღაც არ გამოვრიცხა, იმიტომ საჯარო გაშლა, მაგრამ გეუბნებით, რომ პრინციპში აი არ არის ცუდი თქვენთვის, ნამდვილად ეს გაცნობა არ არის ცუდი, არც ერთი ისეთი არკანი არ გამოვიდა, რომ თქვათ რამე შეგვეპაროს. თუ დაუშვათ თქვენ ახლა ფიქრობთ, აი კიდე ვინმე წერდა თუ არა, რა თქმა უნდა წერდა, აბა რა თქმა უნდა წერდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეძებს დიდი ხანია სიყვარულს, მაგრამ თქვენზე შეაჩერა თავისი მზერა და ნამდვილად ამ ურთიერთობას აქ ძალიან კარგი პერსპექტივა. ამიტომ პრინციპში ახლა მოდით რჩევა თქვენ. კიდე იცით რას გეუბნებიან, რომ თქვენ თავიდან, აი ჯერ იცით როგორ არის ემოციებში ვარდებით, ჯერ კიდე კარგად გაეცანით ეს ადამიანი, იმიტომ რომ საერთოდ როცა ესეთი სერიოზული ადამიანი შემოდის, იმას ცოტა სხვანაირი დამოკიდებულებაც უნდა ქონდეს იმასთან რა. და ამიტომ თქვენ ახლა პრინციპში კიდე უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეთ, ეს ძალიან კარგი შანსი თქვენთვის. კარგი შანსია ნამდვილად. თუ გეუბნებით ოჯახი გინდათ და შვილიც გინდათ და რაღაცა ესეთი მომენტები კი. და პრინციპში არის ის მომენტი, რომ აქ ნახეთ როგორი არის გვერდხების დედოფალი არის რა, ძალიან მაგარი ქალი არის და თქვენი ფასიც უნდა იცოდეთ, რა თქმა უნდა რა. და
ანახეთ, აქ არის პენტაკლების პაჟი არის როგორ აი მინდა ძალიან მინდა ინფორმაცია მოიპოვეთ ჯერ ამ ადამიანზე კარგად და თავი ტვინი ჩართეთ რო იტყვიან რა, ანუ სხვანაირად უფრო ჭკვიანურად მოიგეცეთ და უკვე გაკვეთილები გაქვთ თქვენ აქ ნასწავლი და ეს გაკვეთილებიც გამოიყენეთ აუცილებლად, აი გაკვეთილები გამოიყენეთ აუცილებლად, თქვენ აი გავლილი გაქვთ უკვე ურთიერთობები და რაღაცები, იცით თქვენ უკვე რა და როგორ და ნამდვილად ეგრევე ნუ ავარდებით რო იტყვიან, იმიტომ რომ მართლაც ადამიანი არ არის ცუდი, რომელიც შემოდის, აქ არის დიდი ალბათობა, რომ შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაიზარდოს ეს ახალი გაცნობა, რასაც მე თქვენ გისურვებთ.